საქართველოში მიმდინარე პროტესტ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს 20-ზე მეტ სახელმწიფოში ბერლინი, პარიზი, ლონდონი, lietuvā, რომი, ვენა, სტოკჰოლმი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქალაქების, სადაც ემიგრანტების აქცია გაიმართა უცხოეთში მყოფი ქართველები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ. გაიხსენეს ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ბოლოს მიღებული კანონი, რომლითაც ემიგრანტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ. არ უნდა ვიყოთ ეს პარიზი იქნება, აბუ-დაბი იქნება, თბილისი იქნება თუ სხვა ადგილი იქნება, ყველგან ერთად უნდა ვიდგეთ, ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ და უნდა მოვითხოვოთ სამართლიანობა, ერთობა და ვერავინ ვერ წაგვართვებს, ვერც რუსი ოლიგარქი და ვერც მისი დამქაშები იმ მომავალს, რომელიც დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის და ჩვენ უფრო უმწვევ მდგომარეობაში ვგზნობ თავს, რა თქმა უნდა, ვიდრე ის ქართველები, რომლებიც დღეს საქართველოში არიან და იქ იცავენ თავიანთ თავისუფლებას. ერთი წელია ეს პროტესტი მიმდინარეობს. ჩვენ შეძლებს დაგვარად მათ მხარს უჭერთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამდენი ადამიანის ასეთი ძალისხმევა და ასეთი თავდადება, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის. მინდა რომ თელმა ევროპამ, საფრანგეთმა, თელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ქართველები ამას არ შეეგუებიან და საკუთარი ბედნიერების, თავისუფლების, დემოკრატიისთვის და ევროპული ოჯახის წევრობისთვის ყველაფერს გააკეთებენ.